მოგესალმებით ჩემოძრიფესება. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი გზნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. აი დღეთ დრო მივუთითოთ თქვენ 2-3 თვის ტენდენცია, მისი ფიქრი, მისი გზნობა და მისი მოქმედებები განვიხილოთ დეტალურად. თუ გნებავთ ენერგეტიკული ველიც განვიხილოთ. ძალიან ხშირად შემოდის SMS-ები, გაურკვევლობაში ვარ, ვერ ხვდები რა ჭირს, ძალიან გაურებულია, ძალიან შეცვლილია და ასე შემდეგ და შემიძლია მოვამზადე ამისთვის აუცილებლად არაგულის არკანები და განვიხილოთ მათი ენერგეტიკული ველიც მათ შორის. მაშ ასე დავიწყოთ, წარმოთქვით მისი სახელი, შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის აუცილებლად. მაშ ასე დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და რა ენერგიებშია. ვინ არის და რა ენერგიებშია? სამკუთხედში ხართ? აქ თუ სამკუთხედია, თუ პირდაპირ მნიშვნელობით მას ოჯახი არ ყავს და არ ერევა მისი ოჯახი, მაშინ გეტყვით იმას, რომ აქ შესაძლებელია დედა ერეოდეს, დედა მამა მშობლები თქვენს ურთიერთობებში. ყოველ შემთხვევაში სამი პირების ძალიან მკაფიო ჩარევა ურთიერთობებში. ბევრ თქვენთაგან, რა თქმა უნდა, ყველასთან არა, იმიტომ რომ ეს არის საჯარო. ნამდვილად გარდაუვალია. ნახეთის მოლოდინები, რაც ამ ადამიანთან გქონდათ, საკმაოდ როგორ გითხრათ, აი სკივში ინახავდით იმ ტყბილ მოგონებებს, იმ გავლილ პერიოდს, მასთან ერთად იმ რაღაცა ძალიან თბილ ემოციებს, ძალიან დიდი სიყვარულის ენერგიას. აი თითქოს ეს განძი იყო თქვენთვის ეს ურთიერთობა და ეს ადამიანის და ინახავდით რაღაცა გარკვეულ გულში, გარკვეულ ემოციას ამ ადამიანის, იმიტომ რომ აქ რეალურად არის ბედნიერება ურთიერთობაში. თქვენი სტაბილურობა იყო ეს ურთიერთობა. ნამდვილად ეს იყო თქვენი ბედნიერება. ეხლა რა ხდება? აქ ტყუილების ენერგია მოდის, მეგობრებო, აქ არის სხვათა შორის ძალიან მაგარი манипуляტორია, მინდა გითხრათ ეს ვაშბატონი, თუ ის ზუსტად იცით რომ ქორწინებაშია, მაშინ იქ მალავს რაღაცა გარკვეულ ინფორმაციებს, არ არის თქვენთან გულწრფელი ბოლომდე, არის ტყუილების манипуляციების არკანი, მინდა გითხრათ, ამიტომ არის ჩამოკიდებული სიტუაცია და არ ვითარდება, ნახეთ როგორ არის ხეზე ფეხებით ჩამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად манипуლირებს სიტუაციებით, ზუსტად იცის როგორ გადაათამაშოს როლები იმისთვის, რომ მოირგოს ის საჭირო როლიც ურთიერთობაში თქვენთან თუ მეორე პირთან არა აქვს ამას არ მნიშვნელობა არსებითი. ნახეთ მის გვერდით არის სტაბილური ქალბატონი, არ გამოვრიცხავ თქვენი პარტნიორის გვერდით ქალი თუ არსებობს, იქ რაღაცა ორსულობის საკითხი დადგეს. არც მაგას არ გამოვრიცხავ, ჩემოძრიფესებო. თქვენ თითქოს მის გზას გახურებთ, მის ნაბიჯებს ელოდებით, მოლოდინი გაქვთ, როდის გამოჩდება, როდის რაიმეს გადაწყვიტავს. ძალიან ბევრჯერ დაწერილი ტექსტი შესაძლებელია არ გაგიგზავნიათ, დაწერეთ, წაშალეთ, ან მისგან ელოდებით გაურკვეველი ვადით უკვე რაღაცა შეტყობინებას ან ნაბიჯებს გინდათ რომ გადმოდგას ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან ძალიან დიდი სერიოზული სექსუალური ენერგია აქვს და ეს ლტოლვის ენერგია და ამას ვერაფერს ვერ უშვება ჩემოძრიფესება. ნახეთ, უნდა რომ რაღაცა ნაბიჯი გადმოდგას, რაღაცა შემოგთავაზოთ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის მოსული მოქმედებაში ეს ვაჟბატონი. კარგი, მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა. რას ფიქრობს საერთოდ თქვენზე? ძალიან ბევრს ფიქრობს, მეგობრებო. ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, ნახეთ. მამაკაცებმა უბრალოდ გადაიტანეთ თქვენსკენ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აუდიტორია ქალების რაოდენობა ბევრად მეტია ქალები. ნახეთ, შემოძრიფესებო, ძალიან ბევრს განიცდის სხვათა შორის და ამ სიტუაციას თუ გარი გაურკვეველი სიტუაციები და ხისტი ენერგიები, ნამდვილად ბევრს ფიქრობს, ნამდვილად განიცდის, აი თითქოს გაგერიხათ, მაგრამ იმისთვის არ გაგერიხათ, რომ ნახე, არ უნდა რაიმე ნაბიჯები გადმოდგას, არა, უბრალოდ ძალიან დიდ ქაოსში და გაურკვევლობებშია თვითონაც. მათ შორის მისი მენტალური მდგომარეობაც სამწუხაროდ. კი ბატონო, შესაძლებელია ხა თქვენი ურთიერთობებიდან გაჭრიალებული და წასულია ეს ვაჟბატონი, ამასაც განიცდის სხვათა შორის, იმიტომ რომ რიანების თასი არ ნიშნავს საბოლოო წასვლას ურთიერთობიდან, ის ნებისმიერ წამს შეიძლება დაბრუნდეს ამ ურთიერთობაში, ისე უკან, მაგრამ რამდენად მიიღებთ აქ უკვე თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, რასაკვირველია. კარგი. მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაცა. კიდევ რას ფიქრობ შენ ჩემს გოგოებზე? ძალიან რთულ გზას გადიოდით, მაგრამ იცოდეთ რომ ახლა მასზე ხდება ქაოსური მდგომარეობა, ამადის ნამდვილად და მასზე ხდება ძალიან დიდი ზეწოლები, როგორც მენტალურ დონეზე, ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე ჩემოძრიფესებო, აი საშინველად დაბალ ვიბრაციებშია. არც კი მინდა რომ მაგია განვიხილო ამ შემთხვევაში. კარგი, გრძნობა რა აქვს თქვენს მიმართ? აი ნახეთ რა საოცარი ქალბატონები ხართ. საოცარი ქალბატონები ხართ. აი ზუსტად ესეთი წარმოდგენა აქვს, როგორი ემოციაც მე მქონდა. ეხლა თქვენ ხართ სიმშვილის ეტალონი, თქვენ ხართ სიყვარულის ეტალონი. აი საოცრად ლამაზი, საოცრად სექსუალური, საოცრად ჰარმონიული. აი არ ვიცი, გრძნობები, ემოცია, ეს ყველაფერი შეიძლება ამ შტარკანში გამოვხატო. როგორც მართლა.
კიდევ გრძნობა. იმპერატრიცა, თავარი ქალი ხართ ჩემო ძვირფასებო, ეს არის იმპერატრიცა, ნახეთ რა საოცრად ლამაზია. ძალიან სექსუალური, ძალიან მდიდრული, ძალიან ელეგანტური, ძალიან სასურველი. აი, ქალი იდეალი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. შემიძლია თამამად განვიხილო, მაგრამ ეხლა იმდენად გაურკვევთ, სხვათა შორის შესაძლებელია თქვენ იყოთ ფარული პარტნიორი იმისთვის, იმიტომ რომ თვარი ამასაც ნიშნავს, აი დაფარულ ურთიერთობას, ფარულ პარტნიორს, არ არის მაინც და მაინც თქვენი ურთიერთობა ესე სააშკარაოდ გამოტანილი ჩემოწვიფესებო, ამასაც განსაზღვრავ აუცილებლად, მაგრამ იცოდეთ რომ პარალელურად ამათიან ხვალთან და მთვარისთან ერთად არც გამოვრიცხავ იმასაც, რომ რეალურად არის ძალიან მძიმე ენერგიების მატარებელი ეს ადამიანი, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებები, აქ ყველასთან არ არასაკურველია, მაგრამ ერთგვარად განვიხილავ კიდეც აი ამ მთვარი ნიშნავს დაბინდულ გონებას, მაგიურ ზეგავლენებს და მათ შორის არის აქ ძალიან ისეთი მძიმე მაგია გამოყენებული, მინდა გითხრათ ჩემოწვიფესებო. რას უკავშირდება მესამე პირებს, რომელიც გითვალთვალებენ, რომლის დაკვირვების არეალი ხართ, მას უნდა თქვენი ურთიერთობის დასრულება, ნახეთ შესაძლებელია კონკრეტულად თქვენზე არ იცოდნენ მესამე პირების შემთხვევაში, მაგრამ ის რომ ვიღაცა არსებობს მის გვერდით ეს გარდაუვალია, ამაზე ინფორმაცია მიღებული აქვს, შესაძლებელია უბრალოდ გრძნობს კიდეც და უბრალოდ ცდილობს აი რაღაცა მაგიური ზეგავლენებით ამ მესამე პირების ეგრეთ წოდებული მესამე პირების, ანუ თქვენი ამ ურთიერთობებიდან გარიყვას, ჩამოშორებას, გაქრობას, ესე ვიტყოდი უხეშად. კარგი. ამ შემთხვევაში აი როგორი დამოკიდებულება აქვს ახლა თქვენს მიმართ, აი მისი ქვეცნობიერი როგორ აღგიქვათ? თქვენ ხართ მზე? აი რაც არ უნდა უქნას, ხო, შესაძლებელია უზღუდავენ მოქმედებებს, შესაძლებელია უზღუდავენ მონაბიჯებს თქვენსკენ მომავალს, მაგრამ ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ იდეალი ამ ადამიანისთვის, ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ მზე, ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ საოცრება ამ ადამიანისთვის, ეს გარდაუვალია ჩემო ძვირფასებო. კარგი, რას მოიმოქმედებ უახლოეს პერიოდში? მოდი ვნახოთ, რას მოიმოქმედებ უახლოეს პერიოდში. ჯერჯერობით ბრძოლებში ვარო, გეუბნება, ნახეთ, მოქმედება ვერ მოქმედებს, მოქმედებით, იმიტომ რომ იქ სადაც არის ურთიერთობაში კიდევ მაგის არკანი ამომივიდა ჩემო ძვირფასებო და როგორ ბრძოლებშია შეხედეთ. აი ძალიან დიდ ბრძოლებშია. ამ შემთხვევაში ძალა აქვს ამ ბრძოლებისთვის, თუმცა განახეთ მაქსიმალურად ცდილობენ თქვენი ურთიერთობის დასრულებას, სიკვდილი და შეყვარებულები ერთად ამოდიან და ამას იყენებენ, მაგიას იყენებენ სამწუხაროდ. კაი, რა კი ასე მოქმედებებში უშლის ეს ყველაფერი ხელს კი ბატონო, ჯერჯერობით არ მოქმედებს, სამწუხაროდ ვერ მოქმედებს. ვირხოვნერიდიცაც ამას ნიშნავს ზუსტად. აი ყველა ვარიანტში ცდილობენ მის დამორჩილებას ამ თვალსაზრისით და სხვათა შორის დღესდღეობით აი ეს მესამე პირები ეგრეთ წოდებულები აღნიშნავენ გამარჯვებასაც კი. თუ მოვასწარეთ და დროში ჩავედიე, მინდა ვნახო რა ზეგავლენებს ახდენს და საერთოდ რა ხდება. რა ზეგავლენებს ახდენს და რა ხდება ორიოდი არკანით. ასობა ჟდენი, აუცილებლად განთავისუფლება ჭირდება ამ ენერგიებიდან ამ ადამიანს. აუცილებლად გაყინული ურთიერთობებია, სპეციალურად ხელოვნურად გაყინული თქვენი ურთიერთობები, ჩემო სიხარულო, ჩემო ძვირფასებო და ნახეთ, ნიღაბს ატარებს ეს ქალი, არაჩენს თავის ნამდვილ სახეს. აი როგორც თავდამსხმელი ისია ზუსტად ამ ენერგიებით. დასტупность უნდა რომ ადვილი მოსაყვებელი იყოს და მისი მორჩილი იყოს, მაგრამ აღმოჩნდნენ ძალიან დიდ გაურკვევლობებში და ტუპიკში, აქედან გამოსვლა საკმაოდ რთული იქნება. სხვათა შორის ეს ქალი, რომელიც მასზე მოქმედებს, ჰაერის ნიშანია, მაგრამ გასაღები თქვენ უნდა აღმოაჩინოთ. აუცილებლად იმ კარების გასაღები, რომელიც დახურულია და დაკეტილია, კი ბატონო, 1000%-ით. რიძმა. ჯადოქრის ნამუშევარი ჩემო ძვირფასებო, ამიტომ აქ გარდაუვალია რა შეიძლება იყოს. კი ბატონო, იმუშავეს. ნამუშევარი მეთქი და ამოვიღე მუშაობის არკანი. ძალა გამოიყენა, მისი მაქსიმალური ძალა გამოიყენა, რაზვილგა თქვენი განშორების სცენარია დადგმული. ანუ გაკეთებული თქვენს განშორებაზე ნამდვილად უდაოდ 1000%. ბევრ თქვენთაგანთან ყველასთან არ არასაკურველია, იმიტომ რომ საჯაროა. მიყვარხარ გეფერებით და ძალიან დიდი მადლობა უზარმაზარი სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან მე ყოველდღიურად გრძნობ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.